ბიჭო, რას ფიქრობ, აბა საწავიდით? აი აქ ფიქრობდი მე. მან ხო ვიყავით, რამე სხვა ვორჩი მოიცა. მოკლედ დღეს მე გამოვყევით რა. კაი ადგილებში წაგიყო. მე რაც გინდა ის. ნახეთ. ო, შენ რომ ამბობ პირველი იუთუბერი ვარო, სადღაც რომ მიდიხარ, არავინ დამამიანა. ეგ დააზავეთ, ვაგდო მოგზაური იუთუბერი დაეცემა ძმა. ახლა პიცა არქო, გადაგისვრე მაქანი. სასწაული ვიდეო. ჩაგაკვეჭინო. არა ძმა. თვითფრინავი მეზის ხება. აი. და რა არის გეგმა ანტარქტიდაზე? პინგვინებს უნდა დავმეგობრდე. კრების დაწვა? ის ყოფია სასწაული. და ამჯერად მეგობრებო, მე და თეონა ვუკვეთავთ სხვისი გემოვნებით ბატონ გიგისთან და სოსოსთან ერთად. მოგესალმებით, რომელ კამერას უკვე არ ვიცი, ყველა კამერას გიყვებს, სალო. როგორ ახართ? თავარია ცოტა მოშიებულები იყოთ. ყოველთვის. ძალიან კარგი. სოსო ყველაფერს ჭამს, რასაც ნახავს. ხო იცი ძმაო. სოსო მართლა სუშია. მოკლედ, ჩვენი მასპინძელი ისევ და ისევ არის ჩვენი ახალი საოჯახო ჯეტურ T2, რომელიც იმ მოტორში შევიძინეთ. და რომლითაც ჯერჯერობით იდეალურად მოყოფილები ვართ. მოკლედ ორივეს ოჯახში ასე თუ ისე მატება მოიპოვება. და ეგ უნდა მეკითხა. ყველა ოჯახში მატება ჩვენს. ეხლა სუბოლო ის არის რა ქვია სოსო არის მეგობრებო, იმიტომ რომ კლასიკა იყიდა და კომენტარე კიდეს რომ YouTube ოჯახს თქო ერთი აიკონიკი შემოემატათ ხო. ეგ სხვა ის არის რა. განზომილება. კავალეოზე ხარ, მაგრამ არა გამოგხო ჩვენ საუჩინო მანქანაზე რაღაცა. ხა ჯერ გერმანიით მოკლედ Z4 ხო? ბევ და შემეძლო რომ აქ ფაში მეყიდა Z4 თუნდაც წითელი 2016-იანი, მაგრამ არა კლასიკა რა და ჩემი Z-იც 350Z-იც 2007-იანია და ეგეც კლასიკაა, რესტავრირდება და მალე მაღაზიაში აი ესეთია ხო? შვილებს რომ უნდა დაუტოვო და გადასცეთ. კირას უნდა ვასწავლო, კირას უნდა ვასწავლო, ტარებად ხო Z-Z ხო რა და შენც მოგიწევს ეგრე. დანის მაგრე გაუხარდებოდა ისე არა? მაგას მალე მოუწევს ახლა. კი. შენც რა ერთი 2-3 თვეა გყავს? კი, 2 თვე, ხო, 3 თვე. როგორ მოგწევს? მე ძალიან კვაყოფილი ვარ. ან ჩინელები აი სხვაგან არიან უკვე რა. ყველაფერი აქ რა, რაც გინდა, მაგრად ადის. ელექტროა ხო? ჰიბრიდია. პლაგინია. ესეც პლაგინ ჰიბრიდია მეგობრებო. მე მაგრამ ბენზინი. ძალიან კომფორტულია ჩვენარი ხალხისთვის, ვინც აი გადარბენელზე. შიგნიდანაც და გარედანაც. თქვენი ჭამის გემოვნება უნდა გავარკვიოთ ახლა სანამ ფასტ ფუდამდე მივამთ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ასევე სოსოს და გიგის არხები, რომლებიც მიფრინავენ. აქ არხები მიფრინავენ. სად თუ ჩვენ მიფრინავენ და არ თქვენ სად მიფრინავთ გადაც ვილაპარაკეთ. აეროპორტში ვიყავართ ახლა პირდაპირ აქ. ვაცილებს უკვე. სხვათა შორის მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის გადაადგილების სპონსორია Connect-ი, ასევე რომელსაც მიუბრუნდებით ძალიან მალე, იმიტომ რომ სტუმრებიც უნდა დავაჯილდოვოთ და ეხაც უნდა ვიჩქაროთ, შევასოთ საწვავი, თორე მხოლოდ ელექტრო დამრჩა 46%. კაი, ფასტ ფუდებს რო შევეხოთ 1-2 სიტყვით ამ საწვავთან დავუშვათ. აი, ნახე, უკვე გამოიკვეთა ფავორიტები. მოკლედ, რას რო მოგზაუროთ, რას ჭამთ ხოლმე? კაროჩე, მაგალითად აზრი. სოსო შედის ეგრე ფასტ. ეხლა ჩვენ ბევრჯერ გვივლია ერთად და McDonald's ზოგჯერ გბეზდება რა, სხვა უცხო ქვეყნის, ეხლა აზიაში რო ვიყავი ხოლმე. დიდი ხანი თუ არ გბეზდება. ხანი როგორ აი როგორ ავარჩი აღარ მინდა აზე რაღაცა სხვა მაჭამით. და სულ რაღაცა გამოცნობაში ხარ, რა შეჭამ, ხო? ხო, ერთი არის იტალიურზე ძალიან ყოველთვის აი ყველა ქვეყანაშია რა, იტალიური რო რამე. ჭამის ტრადიციები გებასებათ, აი მაგალითად მე ინდოელების ჭამას ვერ ვამუღამებ რა. აი ხელით რო ჭამე, ხო, მარტო ინდოელები არა. მაგას სამერი ვერ ამუღამებს. ინდოელების ჭამა. დაიცა სოსოზე მახსოვს ამას წინ რაღაცა ჭამაზე იყო. ნუ ერთი ის მახსოვს ჩვენ საერთო ვიდეოში შენ რო საჭმელი ჭამა მოგიწია რაღაცა საშინელ ადგილას ეგვიპტეში გახსოვს რაღაცა დახრა, მაგრამ მაგის მერე კიდე მოხვდი შენ საერთოდ. ეგეთ ადგილებში ხო ჭამას უნდა მიჭირს. ანუ მე სიბინძურეზე მაგ კაკოსთან ერთად რო ხარ გამახსენდა რაღაცას რო გასწნევდნენ. ხო. ძალით რო კაკო მასფერდა აკლების რძეს და მე და აკლების. როგორი იყო გებოს? თუ არ გაგისინჯა. არა, ბოლშევიკი. ბიჭო და ყველაზე უგემური კოლა სად გაგისინჯავთ? ხო არის რომ იძახიან განსხვავება გემოებში ხა. ბიჭო, სხვათა შორის ეგვიპტეში მაგარი უგემური. ქართული კოლა მე ყველას მიჩვენია. მართლა? კი, ქართული კოლა და ზოგადად ქართული მაკია ყველაზე გემრიელი, სადაც McDonald's-ში გეთანხმები. არა, Coca-Cola-ს სპონსორებული მეგობრებო. გაის, მოკლედ ეხა მივალთ მალე ახალ McDonald's-ში სანაპიროზე. მაგრამ ფასტ ფუდებიდან რო გავიაროთ, ვის აქვს ყველაზე კაი ბურგერი? ჩემი არის ბეკონატორის მენიუს. მე მოდი ბენდისის ფანი ყოფილა, ხო? მე მაქვს ყველი
რაღაცას ვენდისი ვინც აქებს ვენდისი. და ვასპონსოროთ. გამონი მაგიტე შარიჩას. ქათმის მე ქათმის ფრთებს კი ახლებით მაკდონალდში ხოლმე. Big Taste. შენ გიყავს Big Taste, Big Taste ერთ-ერთი ისე. სოუსზე განსხვავებული. აი სოუსის გამო. თორე ხა ისე ბურგერებში მართლა საბურგერეს ალბათ მიიღო. Burger King-ი თუ გაქვთ გასინჯული. საქართველოში არ მომწონს. შეკიდე რა გევასებთ იქ რო ჭამე, თურქეთში რომ აჭამე. შეიქშაკი. შეიქშაკი მაგარია. ჩემ ფავორიტია. ომანში შეიქშაკი არ ჭამე ეთე. სოსო პირველად არ არის, უკვე თავსხსი გამონებიჩი, ოღონდ თეოს გარეშე გადავიღეთ ის ეპიზოდი. ხო, მე და შენ. მე გამოსკილი ვარ. დაძრომიალობენ სადღაცა. ომანში ვიზრომი არა, ტერმა იზრომი არა. მაგრამ მაიბახი ყავდა რა და ერთი დღე ქონდა თავის სოფელი და დავაი გადავიღოთ ხო და შეიქშაკი მეგონი სანგემრიელი იყო მახსოვს. ყველაზე მეტად მიყვარს Taco Bell ვაფშე. აი ზან გიჟდე, მაგრამ რატო არ არის? Chick-fil-A. საქართველოში ბევრი არ Taco არის. Bell-ი. მოკლედ რაღაცა პატარა თამაშივით არის გვაქვს და ვინც ესე ვთქვათ ყველაზე მეტს გასცემს პასუხს მოიგებს, იმან გადაწყვეტოს აი აქ რაც შეგვხდება ახლა ჩვენს წინ შეკვეთილი, საი წავარ. გვაწყობს? გაუშვი. რაღაცა კვიზივით არის რა. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელ დროშაზეა გამოსახული ცხოველი? ინდონეზიის, უგანდის, კამერუნის თუ ბრაზილიის? ვინც არ ყავს და ქულა ვისაც მეტი აქვს, ის წვეთს რას? ბრაზილია არა, უგანდა ძმა. უგანდის დროშაზე გამოსახულია ნაცრისფერი გვინეის ქათამი თურმე. აჩა. ბიჭო, მახსოვდა რომ ქათამი იყო, მაგრამ ნაცრისფერი იყო. სოსოს ერთი ქულა. რომელ ქვეყანას არ აქვს ოკეანე საზღვრად? პერუ, ბოლივია, ნამიბია თუ კენია? სოსომ უნდა გაარტყას მინიმუმ. ბოლივია სწორი ხარ და ერთით-ერთი მეგობრებო. ჯახია ძმა. რომელ ქვეყანაში უნდა ჩახვიდე? თუ გინდა რომ ევერესტზე მოხვდე. ჩემი აზრით ძალიან მარტივი. ეგრევე დაჟე 4 სავარაუდოს არ ვიტყვი, ისე უნდა თქვა ძმაო. ბიჭო, მე მეშლება აი, ჩამოვთვალე. არ ჩამოთვალო. ძალიან, ანუ თქვენ მით უმეტეს მოგეკითხებათ ესეთი პასუხი. ევერესტი თუ ასლა გინდა. ჩინეთი, ნეპალი. პირველი. ნეპალი ორივე მთქვით ეს და მოდი არ ჩავთვალოთ. რომელი ქვეყნის დროშას აქვს 3 ფერზე მეტი? იამაიკა, ლიეტუვა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თუ საფრანგეთი? სამხრეთ აფრიკის. მართალი ხარ, ორი ქულა და ბოლო კითხვა. რომელ ქვეყანას არ უმასპინძლია არასდროს ოლიმპიური თამაშებისთვის? იაპონია, საბერძნეთი, ბრაზილია და ინდოეთი. ინდოეთი ალბათ. ვაა, ბიჭო, 2-2 დაამთავრეს რა. ეხლა სტუმრები წყვეტენ, ვინ რას მიირთმევს მას შემდეგ რაც წინა მანქანა გადაწყვეტ, საერთოდ რას მივირთმევთ? ხო, კარგი ბმა არის. ფაქტობრივად ძალიან ცუდი გამოსხელება ქონდა ბოლო ორი ესეთი თამაში. იმიტომ რომ ძალიან ცუდი საჭმელები შეხვდა. ხო, მახარა და კალა იყვნენ. ბიჭო, ისინი არიან მიღლობები. მახარა და კალასთან ადამიანები. ხო, არ მე მაგის მჯერა. სხვათა შორის გიგის ვეტყვი ერთ რაღაცას, პლაგინ ჰიბრიდი ყავს და ასე შემდეგ. აი აქ და ზოგადად ბევრ მაკდონალდსთან უკვე დაამატა ძლიერი სწრაფი ავტომობილის დამტენები, Electrify Georgia-ს სხვათა შორის. აი ეს არის, ჩვენთან მეგობრობენ, თანამშრომლობთ და ესენი თუ არ ვწდები 150 კილოვატიანი Electrify Georgia. ეგ თემა იცი რა. და იცი რა მაგარია? ხო, ბევრი სხვადასხვა, მაგრამ ეს ეხა ძალიან ბევრს ამატებენ და დიღმის მაკდონალდში აქვთ 240 კილოვატიანი დამტენი. 240 კილოვატი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლავრია საქართველოში, მე როგორც ვიცი რა. ბიჭო, იცი ეგ ძალიან ის არის, არა შენთვის? ყველგან სხვა აპლიკაციას. ხო, ცოტა დისკომფორტი არის, მაგრამ თუ შენი საცხოვრებლის მიხედვით თუ გაწყობილი არ გიწევს, თორემ მეც ეგრე მქონდა, სანამ სახლში არ დავაყენე. გამარჯობა, რას მეეთქოთ? ჩვენს წინა ავტომობილმა რაც შეუკვეთა, ეგ გვინდა რომ გავიმეოროთ, ოღონდ არ გვითხრათ რა არის. დაინახე? არა, ერთადერთი მოვკარეთ თვალი, რომ ერთი პოზიცია იყო მარტო და თუ ერთი ყავა იქნება, ეგრევე აქვე ვატრიალებ კიდია. მეგონი რაღაცა მენიუ არის, ოღონ ვერ დავინახე რა. მენიუ კაია. ფემილი გაიჭით. სათამაშო ჩემია. 19 ლარად რა იქნება ბიჭებო? რაღაცა მენიუ. მე ფრის შევჭამ თუ შეიძლება. ვერ დაგითმობთ საერთოდ ხარ. მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ გიგი არის პირველად არ არის მომენტ ამ ფორმატში არის პირველად, თორე ჩვენ ჩემს ვიდეოებში ხო ყოფილი ხარ? ერთხელ ვიყავი. რომელ ვიდეოში? იმაში, მაგიდაზე, კაპიტალში. მე ფინანსში რო ვერ მოვედი და ხო, შესვაგიროთ ხო მოვიდა მე ლაშა თუ ჰიტა. სად ვიყავი? ჰიტას არ მოუგია, ლაშა მოიგო ბოლოს, ფინალი ლაშა მოიგო. ხო, და ის შენ ყოფილიყავი, შეიძლება და მოგიგო. მე ვიჭვილი ბიჭო. ისე ძალიან კომპეტიტივ ხარ ორივე თამაში? არა, როგორ რა
კი. აი საქართველოში თქვენი აზრით რომ პატარა ქვეყანა ვარ და რაღაცა ამდენი მოგზაური კონტენტ კრეატორი, აი რას ფიქრობთ? უпростоრად ხალხი რას ფიქრობს თქვენი აზრით? იმიტომ რომ არის რაღაც მოსაზრებები, რომ აი მოგზაურები რაღაც ერთ ქვაბში იხარშებიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონტენტი კეთდება, სხვადასხვანაირად რაღაცა თან ემთხვევა რაღაცა ქვეყნები ერთმანეთს რა, ძალიან ხშირად. კიდე ვიღაცები დაგვემთხვნენ და მოკლედ მეზდამთხვევია ვიღაცა რაღაცა. არა მოგზაურობაზე, მაგრამ მაინც 1-2 ბურგერი. აბა გადახედეთ და გაინაწილეთ ბიჭებო. Pero დაგითმოთ თუ გინდათ რა არის? არა, ჩვენ გადაწყვეტეთ თუ ჩვენ არა გვაქვს. ჩვენ გუშინ რამე კამეთ, მაგას. ორი ორმაგია? ხო, მაგარი გავარტით, მე მგონი სტუმრებისთვის. ძალიან ემთხვევა ძმაო ამ ბოლო პერიოდში მიმართულებები კი. ანუ მაყურებლისგანაც რაღაცა ცოტა ისეთი დამოკიდებულებაა რა, თითქოს გონიათ რომ რაღაცა მაყურებლისგანაა თო ჩვენ ესე ხო და რეალურად არის თუ არა კონკურენცია, იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა თქვა რომ არაო, რაღაც პონჩი. კონკურენცია არის და საჭიროა რა თქმა უნდა. საჭიროა და უფრო მობილიზებული ხარო, უფრო კარგად გააკეთო შენი საქმე. მაგრამ აი იმას წევს რა თამაშს. მაგრამ ისეც არა როგორც მაყურებელი თვლის. ცუდი განწყობა არა. ჩვენ პირადში ანუ ძალიან ჩაულებრივად რა კონკურენცია ვარ პირიქით რა ანუ გვინდა რომ არ დავემთხვეო და ვეუნებით და რაღაცა ვაზიარებ მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე ეგრე რომ აი დაემთხვა რაღაც მაგრამ ხო ჩემთვის ახლა ძალიან უცხო იყო იმიტომ რომ მე თავი ხოს მარტო ვიყავი თავიდან ეხა უცებ ეს ვიღაცა აგეკითხა ეს ვიღაცები ვინები არის შეიძლება ყველაფერი რა ერთი პერიოდი გადავდი ნიუ-იორკში ვერ მივდიოდი სოსოს რო არ დამთხოვდი გახსოვს ერთ სამჯერო დამეთხვიეთ ჩავიდოდი ნიუ-იორკში სოსო ჩამოვიდა და იქ ვიჩინებოდი ერთად დებდი ეხა ეგრე ხარ ჩვენ და ისა გიგი მე მგონი кайხანია ეხა ხვაზე ხარ მე ხო ვიყავი და მე აი ამ ორ წელში სამ წელში ოდესღაც წავალ გადავიღებ რაღაცა მიმართულებას რა ეხლა უკვე მალე უნდა ხელად თორე შეიძლება სხვა მაითვისოს და წარმოგიდგენ ანუ დაახლოებით ეხა 10-15 ადგილია ისეთი რაც პიზდეცია რა აი ძალიან მაგარი ადგილები რა რაც ყველამ ვიცით და ყველას გვინდა რა და მე აი უკვე ამ 15 მაგარან უცად იმენა მაგარი ადგილი რაც ვიცით აქ რო სამი დარჩა თვითონ 5 რომ მოიაროს და გაინაწილოს აი მე ხან ემთხოვი ხან ისა მაგრამ ყველა ძალიან მე პირადად რაც მაგიზიანებს არის ის დამოკიდებულება რა რომ თითქოს ერთმანეთისგან რაღაცას ვაკოპირებ. აი ეგ მე მგონი ერთმანეთშიც კი არა ისედაც იყო რომ აიცი რა ვიღაცას გადაღებული აქვს უკვე რატო იღებ თუ რაღაც. ზოგადად ეხა ამაზონის ჯუნგლები რავი აი ძალიან ბევრი ადამიანს აქვს გადაღებული რა. ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ რაღაც იგივე დავაკოპირეთ. არა და საერთოდ სხვაგან ვიყავით. სხვა ჩვენ ვიყავით ინდონეზიაში და ხალხი ამაზონზე რა. დღესაც ვერც გონია რომ ჩვენც ამაზონის ჯუნგლებში ვიყავით. მაგრამ ძალიან სასაცილო იყო რაღაც დამთხოვები რა ამ ბოლო დროს ეს გველები. ხო გველები ძალიან დაემთხვა კი ბაზარი არა. ესენი რო დაემთხნენ ეს და გიორგი რაღაც მართლა ორი rilsi შემხე სხვადასხვა და ის ერთ დროს მივედი ზუსტად ეგრე შავი. ხო და მე არ მინახავს თქვენს ვიდეოებში ერთმანეთი რა ტიპები. მე ვნახე ანუ გარდა მკვდარი ვიცანი. ერთი და იგივე ვიცალებული. ერთი და იგივე მიცვალებული ვიცანი ორივე ვიდეოში და სხვადასხვა ვიდეო იყო და მე მივხვდი და მე გადაგზავნე რა. დაიდო მაგრამ თემა ის იყო რომ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება რა და ეგეც ძალიან ისეთია ხო ახლა. მე წინა წელსაც მინდოდა მან წასვლა ვიყავი, ნუ ფინანსურად რაღაც ამბების გამო ვეღარ გადავედი და ნუ ეხა წელს მეთქი ეხა ტარდება რა. წინა წელს რომ მინდოდა, ოღონდ წინა წელს სხვანაირი ტრადიცია იყო ცოტა რა. და აი უნიკალური გამოცდილებები რა არის, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მიგიღიათ, რამე შეიძლება ისეთი თქვა, რაც აი იქ რო ყოფილიყავით, არ იქნებოდა, ანუ კუდრების ამოთხრას, გარდაცვლების ამოთხრას ვარჩავთ. კუდრების დაწვა? კუდრების დაწვა ითვლება. აი ისე ეგ იყო პირველი ვიდეო, როცა ეგეთი გადავიკვეთეთ, მაგრამ რა მაინც სხვადასხვანაირი მე ეს და ლეო ხო? ლეოც იყო მან ხო? ეგ იყო იდეაში პირველი დამთხოვა. მე იმენა შევძრწუნდი მაგ ვიდეოს და ის სუნი მომდიოდა ცხვირში, როცა ვიდეოს ვუყურებდი. ეგ თორე შენ იყავი ჯერ ჩასული, მე მგონი გიგი ხო? და მან ჩემამდე ლეო. უბრალოდ ლეო არ ვიცოდი ეს. ხო, ლეოს მეც. მანდედან გავიცანით მაგ ვიდეო და პაკისტანში მე შევხვდით შემთხვევით. იმდენი არიან მეგობრებო ეს მოგზაურები გზაში ერთმანეთს ეჯახებიან, ოღონდ პაკისტანში, ანუ უცხოეთში. ხარ ვაგდო მოგზაური იუთუბერს დაეცემათ მაგრამ უკვე იმდენი ვარ. ოღონდ კარტოს. ისე საინტერესო არის რომელი იყო თქვენთვის ყველაზე რთული მოგზაურობა და რატო? ვარანასი იყო ჩემთვის. ანუ აი ეს კუდრებს სადაც წვავდნენ. ვარანასი ხო რთულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ძალიან დავიგრუზე. ხო, აი ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული იყო რა. ძალიან დამსტრესა იმ გარემო რაც მან დაარი რა, წაშნელი გარემოა, ძალიან ძიმე გარემოა, ხო. და რატო არის? აი რა რიტუალია მეც რომ ამიხსნათ, იმიტომ რომ მე კუდრებს წვავენ. ხედავ ესე, პირდაპირ ცეცხლია და ფეხებს ხედავ. როგორ უკიდია. ვიდეოში ჩანდა ფეხები ადამიანის. რა სულად გავხდა ეს რიტუალი. კვამლი სუნი ადამიანისთვის და ფერფლი რო გეყრება და მე ვიყავი მან ჩასული ერთი კვირი და სულ რაღაც 3 დღეში გადავით, ანუ მეთქი აქ მე აღარა ვარ დამჭი, მეთქი წავალ
სხვაგან თქო და დედაქალაქში დავიდი. და ფიზიკურად დამღლელი რომელი იყო? ბიჭო, ის არის ხო ფიზიკურად დამხლელი, სოსო ამერიკაში რო შევხვდი და მე რომ მიდიოდი სადღაც ო, ეგ გზავრობა იყო ძალიან დამღლელი. და პლუს მე სიცივეც იქნებოდა საკმაოდ, როგორც მახსოვს. 5 ფრენა გამოვიცვალე 2 დღე ვიყავ გზაში. და სიცივეც ძალიან გახსოვს ნიუ-იორკში როგორ აი ჩვენი ყინა. ჩვენ დაგვიმ. ეგ უფრო სიცივე იყო ხო მე მგონი ვიდრე ალას თუ რაღაც დაგვიმთხო მაშინ. ანუ ტელეფონს ვეღარ ვიჭერდით ხელში, აღარ შეფეცლო. პირველად თუ მეორედ ვარ ჩასულები და ნუ მე თეო და სოსო ვართ ერთად სადღაც მანჰეტენზე და გადავედით ბრუკლინში იმაზე. Taker Heights-ზე გადავედით საახალწლო განათლებები გადავიღოთ და მობილურ ჯიბიდან ვერ ვიღებდით. Uber-ი ვერ გამოვიძახეთ. მე ხა ჩიკაგოში ვცხოვრობდი და ორი ზამთარი დამემთხვა და მეთქი აი მე ჩიკაგოში ძალიან სიცივე აქ -15 და -20 მეთქი აქ აღარ ჩამოვალ არასდროს ზამთარში. აუ ძალიან რთულია. გამოვეკეცი. მაგიდან დავიწყე მე მოგზაურობა რომ რო წამოხვედი. ანუ აი და იცი რა მაინტერესებს უნიკალურ გამოცდილებაზე არ ახსნენ ეხა ეს ბაყაყი შხამი და ამბები და იყო ისეთი აი ახსანიშნი. ეგ ძალიან პერსონალურია უფრო რა, მე უფრო მაგას მასშტაბურ იმაზე წავედი. პერსონალურ გამოცდილებებზე ბაყაყი შხამი ერთ-ერთი ყველაზე თავი სხვანაირად ლაპარაკობდა და რო გაიკეთა ეგ ისა მე რაღაცა სხვანაირად ჭიკჭიკეს და მე ვიდეოს გარეშეც უნდა ვალაპარაკო ერთ. აუ ისა გიგი შენ იმდენი რაღაცა გამოგიცდიას ფსიქოლოგიურ მეგონიც და ფსიქოლოგიური ძალიან უტარებ შენ თავს. გარდა იმისა, ანუ ვოლდრანზე რო ირბინე თვალებახეული. 5 დღე თვალებახეული ვიყავი. ეგ ერთი, მე ეს ექსპერიმენტები შენ თავის 10 დღე რო არ წამე ყველაზე საშინელება ეგ იყო ალბათ. ყველაზე ხო, ეგ ძალიან საშინელება. გული არ წაგივიდა? არა, ანუ ესეთი არც თავი არ ტკიოდა. იტვირთავდა თავს ალბათ. და ხე თავის ტკივილი მაინც ფსიქოლოგიურამდე მიდის. ბევრჯერ რო ვსდი, მაგალითად ერთი დღე მე 72 საათი რამოდენიმეჯერ მე ხვდები რომ საჭმელი ეგეთი ძალიან მნიშვნელოვანიც არაა რა. არა, კაცო. და მე ანუ პირველ დღეს არ აქტივდება თავი აქტივდება და ბურგერი უჭირავს ხელში. ო და ძმაო ანუ მე მომისვი. და რა გასწავლა ამ ექსპერიმენტებმა, ან რა აღმოაჩინა შენ თავში? ერთ-ერთი ბურგერი გემრიელია. ეხა კიდე რაღაცები მოდის. ეხა 8 დღიანი კუბო მოდის. ჩვენ მოგზაურობაზე სულ ხო ომანში ყოფილვართ რაღაც, მაგრამ სულ გახსენდება ეგვიპტე, კაიროს ის რთული ვიდეო. იყო ტანჯვაზმა. რაღაც დიდარი ძალიან მაგარი ვიდეო იყო. ძალიან მაგარი ვიდეო, ზუსტად იმიტომ იყო, რომ ძალიან დიდი ეფორტი ჩავდეთ. 4-ნი ვიყავით, მე, სოსო, რეზი და გიგა და აი იმ ხელა ეფორტი ჩავდეთ. ეგ ვიდეო როგორ უკუღმა, იცი გადაღებული? სცენებია ცალ-ცალკე სხვადასხვა დღეს არეულად. თანმიმდევრობით რო უყურებ, საერთოდ არ ხდება თანმიმდევრობით. მაგალითად ის ლიმუზინი, რაღაც ჯართი ლიმუზინი, რომელიც კაიროს ქუჩაში მოვიდა, იქამდე რამდენი ომი გავიარეთ, იცი, საცობები, ამბები, მე იმასთან ვაჭრობა. ქუჩაში ხალხი მოგდოდა ფული გადაგვიხადებ გახსოვს რაღაც მუჰამედს რომ ეძებდით მაგცენაში შატვარი ჩვეულებრივ ფილმის ის ჰქონდა რა აი ძალიან რთული იყო ის იყო ხარისხი ეგ და რაღაცა რო კარგად იწება იალა დაწყება იყო მაგარი იალა თუ შეიძლება წინა მანქანამ რაც შეუკვეთა ეგ გვინდა რომ შეუკვეთოთ ოღონდ არ მითხრათ რა არის კარგი აბა ნახოთ ეხა ვის გაუმართლებს გიგის თუ მე მადლობა ეს რა არის ცხელია კი ერთი ცალი ამ კაპუჩინოს ვერ დაგითხოვთ არა შენ იყო შემოძმო მადლობა ესე ნახე საჭმელს რო ელოდებია შუაში ჩამოწიეთ ეგ და დაალაგებ დაშლით მაგიდას რას რა დავალაგებ თქვენ ჩემი ჯეტორი არიცით მითხარი რა დავალაგო და რავი რაც მოვა თუ მოვა რამე აუ ეს რა კაი რაღაც მე მგონი დაგვიშვიდობა ის გოგო ის იყავს აჰა რაღაცა ეს არის ვაა მადლობა ოპა 1 2 რაღაცა ჩანს მე მგონი გიგის რა უხარდება ის ჩანს ყოველას არ უკვეთავს ეს ხალხი დასწრები quality sour საინტერესო. დეკონატორშიც გავგვირა. ვენდისი უკვე თავის თავს ეძახის საუკეთესო ბურგერებს. ყველაზე მაგარი ბურგერები გისმენთო და ეგ ცოტა სადაა. მართლა ეგრეს ხო? კი, ეგრე იწებენ. თამამი განაცხადია. ო, შენ რომ ამბობ პირველი იუტუბერი ვარო, სადღაც რომ მიდიხარ, არ არის ეგ თამამი განაცხადია. ეგ კონკურენცია არ არისო. ეგ საფრთხილო რაღაც გახდა. ეგ აღარ უნდა ითქვას. სასწაული ბურგერი. ჩაგაკვეჭინო. არა თქმა. უნდა ვითამაშოთ ასოციაცია. ასოციაციობანა რა, პირი თუ თავისუფალი გაქვს. მანამდე სოსოს დავუსვამ კითხვას, აი, ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის სამზარეულო? სამზარე ხო, საქართველო. მეორე ადგილზე რომელია? საბერძნეთი. იმიტომ რომ ჩემი რაღაცა ისენი მაქვს, სენტიმენტები საბერძნეთი. არის, ვიცი მე შენი სენტიმენტებიც. გიგი შენ, საქართველო არის ტოპი? საქართველო მაინც ხო რამე. და მე მეორეზე და მე უყვარს ინდოეთია. ინდოეთი, იტალიური და მექსიკური.
იტალიური მეც სენტიმენტალური თემაში სამი წელი ვიყავი, ხო? ეს ხო. 3 წელი ცხოვრობდი საერთოდ? სწავლობდა. ნუ იტალიური ობიექტურადაც. იტალიაში. ესეთი ხო, სადაო ამბავი არ არის. მექსიკური აი, აუ ძალიან. მექსიკაშიც არის დამყოფი. ტოპ 3 რო გითხრათ, რა კერძი თყოდით? აი, ქართული უცხოური ნებისმიერი. ხაჭაპური, იმერული, უეჭველი, იმერული. ხინკალი და შემწვარი კარტოფილი. შენკი, ჩემი გემოვნებით ბაზრობს ეს ბიჭი რა. კაი, გიგი. ხინკალი. ახლა პიცა არ თქვა, გადაგისვრე მანქანი. ბიჭო ეს ბურიტო მაგრამ ევასება ხონთ American style. აუ, პილმენები და ხო, ლაზანია და პილმენები რა. პილმენები იმენა შეიძლება პირველიცა. ფორცის პილმენები. ხო, აი McDonald's მოვადექით მეგობრებო, ამასობაში კიდევ ერთ შანსს მიდიცემთ McDonald's. გამარჯობა, წინა მანქანას რაც აქვს შეკვეთილი, ის რომ შევუკეთოთ თუ შეიძლება, ოღონდ არ მითხრათ. მადლობა. ვაიმე, ისეთი დიახ კარგის იყოთ, რომ იყო რომ არ ვარ დარწმუნებული მეგობრებო. თეო, შენი ტოპ 3. აი, შეერი რო არა, ალბათ ბურგერი. ნებისმიერი ბურგერი. კაი, ხან ახლა 3-დან არც ერთი არ იქნება ქართული. კვერცხი. აი ვიცოდი რომ კვერცხს იტყოთ აი. მახარებ წინა ვიდეოში მეგობრებო. კვერცხზე იბაზრა. ყველა ფორმის. კვერცხი, იყლიყო გინდა. მეც არა და მეც მიყვარს. საუკეთესო. ანუ მექსიკური თქვი ხათრით რა. რაღაცა. ვერა ვარჩა. მოგოვა და მარგალო არა, ხო, მუთუნ აი საქართველოსა რო წავალ ერთი კვირით მაინც, მერე უკვე ძალიან მომენატრება. ეხლა გამარჯობა. მე სოსომ რას თქვა ზუსტად იგივე უნდა ვთქვა, ამიტომ აღარ ვიტყვი რა. ხინკალი, ხაჭაპური, შემწვარი კარტოფილი. დაჟე შემწვარი კარტოფილი პირველადზე დავაყენებ. შემწვარი კარტოფილი, ხინკალი, ხაჭაპური. ჩვენ ევროპამ გაგვაფუჭა. მადლობა. ეს კოლა არის? აგა ვითქო რომ შემწვარი კარტოფილი ქართულია. აი კი, შავია. ქართულად შემწვარი. მადლობა. მადლობა. ყიმალი. ფრი, რა გვაქვს? არის და 2 ბურგერია. ერთი არის ჩილი. ბურგერების ზედოზირება ერთი არის გვაქვს. ჩილი. მაგარია, მეც კი ახლებით. თქვენ გაქვთ ზედოზირება? მე აღარ მინდა გავუსკი. მეგობრებო, ბოლოსკენ. ეხლა შეგვიძლია McDonald's-ები დავაგემოვნეთ და ბოლოს დესერტიც რა სიტყვით? ოპა, შვენი. ამაიც რო გავუაროთ. დასალევიც ხო? დასალევიც. ამაის გამონაკლისია, სადაც ჩვენი გემოვნებით უკვე. ამდენ ბურგერს უკვე თავენ და სასმელი არ აქვს. სასმელი არის, ბრო, ყოლა შენთვის. ახლა? შენ გენაცვალე. აუ, წეგან დამთხევებზე გამახსენდა, ანუ რადონეზე ემთხვევა უკვე რომ გიგის მებაზრებოდა გუში რა. ბიჭო, რა შვებია აბა რასაპირებო და რავი მეთქი აი ესე და ამ ქვეყანაში ვფიქრობ წავიდე მეთქი და აუ გადაო მეც მათქი. ხო. აი რა არის ეხაც არ ვამბობთ მაგ. ეხაც არ აღარ ვიძახი თქვა მაგრამ და მეთქი კაი ძმაო შეწადი ვაწა. შემდეგი თამაში მაქვს სიტყვებს ან ფრაზებს გეტყვით და თქვენ უნდა დამისახელოთ ქვეყნები, რომელიც ამ სიტყვებზე გახსენდებათ რა. პირველი ბუნება. საქართველოს ნორვეგია. ტაილანდი, ალბათ. ტაილანდი მაგრებებასება. ტაილანდი და ბრაზილიაც მევასება, აი კაკრასები. აუ, ბრაზილია. შიში. შიში. ჩრდილოეთ კორეა. თეოშე. ამას შიში არა აქვს. მე ძმა. მე კუბოში წევა პრობლემა არ არის. რუსეთს ვიტყოდი, ხა? ჩემი შიში იყო ამერიკა. სიმთვრალე. ო, ეგენი ბევრი ძალიან ბევრი. გამორვალე გიგი. სიმთვრალეზე იდეალი ვახსენე. ოღონდ კაი სიმთვრალე. სხვას მე ხა სოლო მოგზაური როცა ვარ, დიდად არ ვსვა, მარტო თუ არა, ანუ რა ვიღაცამა დალიეს და ვიღაც სახელმწიფო დავასახელებ. მე ტაილანდს ვიტყვი რა. მანდ ერთი ისეთი დავლიე. ერთი ისეთი გა. ველი კლასანი თად? არა, მელიქა არ იყო მაშინ. მე ვიტყოდი ამერიკას, მაგრამ მანამ სიმთვრალეზე ამერიკა? აი. ჭუჭყი ვიცი რასაც ეთქვით ახლა. ინდია. მაგრამ ამენ ბანგლადეში. ბანგლადეში უნდა ვთქვათ, იას? მაგრამ ინდოეთიც მახსე, ეგრევე ინდოეთი უფრო მომდის რა, იმ რაღაც მასშტაბურად მასშტაბური. გამშველებელს მეტი მოხდებაო. ამაგარი რაღაცები საიდან გააძრო იმენა. მაგაზე ნაკლები კერა რომელი გახსენდება. ეხლა რა თქვი ისა? აი ხა რო თქვა ნამიბია, აი ვირას გაიგებს რა. რაზე იგულის? ანუ გამშველებელს მეტი მოხდებაო. ანუ არაფერი რუაში რო არ ხარ და რო ჩაერები. იმიტომ რომ ტაილანდი. ტაილანდში ყველამე შეიძლება მოხდეს. ხო და მაგას მაგ. აი, გაჭიროება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებოდი რა გახსენდება. გაჭიროება მანახე და ის პაკისტანი მახსენდება. კარბოდი ძმა. ჰა? კარბოდი. რამოდენიმე ადამიანი გავიცანი იტალიაში და ევროპაში, ვინც იქიდან გამოიქცა. და ანუ არალეგალურად გადმოკვეთა ეს 6 საზღვარი. არ იყოს გაჭიროება სირიაში ეგეთი.
გაჭირვაში მიიღო. სიტუაციაც არის ხო? ოკეი. კონექტისა და ჩვენი მეგობრობის ნიშნად საწვავი უნდა გაჩვოთ ალბათ 100 ლიტრი გადავამოწმე. ჩემი მოკლედ კონექტს აქვს თურმე უკვე 150-ზე მეტი სადგური საქართველოში და უმაღლესი ხარისხის Euro 5 სტანდარტის საწვავი გვაქვსო. მე რა ვიცი 3-4 თვე ვტესტავ ჯერჯერობით და იდეალურად მიდის ყველაფერი და ეხა დამიმთავრდა ბენზინი და მაინც მიდის მანქანა. ნახე 0-ზე არის კილომეტრზე რა და დატერილი მაგრამ მაინც ლიტრი. მიაწე. საჩუქრად კონექტისგან მეგობრებო ახალ მანქანაში ორივეს ახალ მანქანებში პროფესორად გემრიელად გაგვიტესტეთ. გვასვას ვერ ვეთქვი, მაგრამ ბენზინიც მოგვცა რა. ხო, Euro 5 სტანდარტის მაღალი ხარისხის საწვავი 100 ლიტრი ჯერჯერობით და თუ რაღაცეები კარგად მოვიქცე. შეიძლება ცოტა ხანში მეტიც იყოს. მოკლედ რამდენიმე წამში მივალთ ამაისთან და ამაისეს მაქვს ერთი სიახლე. მოკლედ გორში ახალი ფილიალი უკვე გახსნილი იქნება ამ ვიდეოს დადების შემდეგ და გორელებს ალბათ დაგემოვნებულის გექნებათ, მაგრამ ჩვენ თბილისის ფილიალში მივალთ ეხლა ბაზარი ორბელიანზე და დავაგემოვნებთ. ესეც ჩვენი ამაი, სადაც ეხლა შევუკვეთავთ. აღიარე ვისი სტენდია ყველაზე მაგარი? ყველაზე მეტად განათებული და ჯერ გემო უნდა დავაგემ თავარი ეგა. გემოს არ ამბობს ჯერ. დიზაინი მაგარი. დიზაინი ლამაზია და გორში კიდევ უფრო ლამაზია. წინამ რაც შევუკვეთა ეგ გვინდა. დარწმუნებული ხარ? არა. შოკოლადი უნდა გასინჯოთ უეჭველი, იქით რო დგას. ეს რო ამოდის და ეს რო გადა, ხო? ოკეი, კრემ ბრულე და ფისტა. მინიმუმ. მე მინდა ეს. გინდა არ გინდა ეგრე არა. იცი რა, მინდა მე. შეიქს ვამ ბიჭო. ჩხერებიც მაგაკეთებული. TikTok-ზე რო ტრენდია, ხო იცი? ბიჭი რო შეიქს. იუ. ხო, კბილს ჩად ბიჭები. ეგ ტრენდი მე თუ მკითხავ ცოტა დასაკორექტირებელია. ცოტა საერთოდ ბიჭოტობა ეგ წერტოს ჭამს. ხო, ეგეც. აი მოგვიყვანა კაცები ვარ თუ რა ბიჭო. და ბიჭი რო ძინავს. ხო, ბიჭი რო ძინავს. და ხელები რომ მრულია კაპონტში. ზოგადად რო ხელები აქვს. ანუ იუ. როგორი ისე საუბრით და დაკავებულები ხართ ბიჭებო. ახლა ბიზნესები და თემები და ხუმაზე. მოვიდა, დაიყარა. ჩემ გემოვნებაში ეძდება. ხილი? ხო. ვაა. შოკოლადის გასინჯე შეიძლება შოკოლადი უფრო ჩაჯდეს. მე ზოგადად შოკოლადი არ მიყვარს. შოკოლადი ვინ ბიჭი, შოკოლადი როგორ არ გიყვარს? აუცე რა. ბასკური შეგეძლოთ დაგემოვნოთ. მაგრამ მე ჩიზკეიკი ცალკე. ხენ ბაურდი არის ამის ტოპი ზემოდანაც აქვს. ამის ხელი და ამის შიდა რა. ვორჩით ჩემი ახალი სპონსორია მეგობრებო. ამ სპონსორს ეხა მითხრა რომ აი გიგის ფობი არის სპონსორების დამატება სიაში რა. და დღეს დაიმატა ყოველ დილით ახალი კასტელა დახვდება ხოლმე რომ გაიღვიძებს სახში. კუბოში ჩავალ ამაი რა გითხრა. აუ ბაზარი არა გიგზავნით. თან იქ ენერგია რამე თუ დაგჭირდება. კუბოში გიგზავნით. აუ რაო ცუდად ჯგერს. კუბოში შაგატან. მოკლედ მე მგონი მოგვეწონა ასე თუ ისე ყველას. ისეთი რაღაცა ძმაო ის ყოფილა სასწავლო. ამა შეიკი მოეწონა. ყავდა ანუ არ იყო ეგ. შეიკი მოეწონა გიგის ყველაზე მეტად. ესეც ჩვენი ჯეტური, რომელიც ამდენი ხანია გველოდება აქ. ახლო გეგმები რა გვაქვს? მომავალი წლის გეგმები რა გვაქვს? მიდი აბა გეგმები. აბა სოსოს უსმენთ. თვალეთ რომ სხვა მომგავმა იუთუბერებაც მოусმინოთ დაიწყეს უსო მიდი. მოდი არ გავაჟღერებთ. ერთი თქვი და მან მეც ვაპირებთ. ნახეთ მეგობრებო თბილის მირთმევამ როგორ მოხდა ბიჭები როგორ ხო რაღაცა კაი სასწაულია ეს რა ძალიან მომწონს რა. აბა რა გეგმები გაქვს უსო მითხარი? ვაპირებ რომ მე ავდივარ ხა 9 მილიონზე რა. ო ეგ დიდი ამბავია. და რაღაცა დიდი ამბავს ვაპირებ რა. ანტარქტიკას ვაპირებ რა. ძალიან მაგარია, მაგრამ ძალიან ძირია. აი 500-ს რო ხდები ანტარქტიდაზე. როდის აპირებ? ანუ ეგაა თემა? მე მივიდივარ ერთ კვირაში ბილეთი ნაკედი მაქვს. აი ეხა რო წინას გაჩვეყავ ზამთარი. და რა არის გეგმა ანტარქტიდაზე? პინგვინებს უნდა დავმეგობრდე. ხა რომელიმე წამოიყოლო? გიგი შენ რა საპირებ ანტარქტიდაზე? ანტარქტიდაზე მე ავტოსტოპით მწავდი. როგორი პროცესია ის ანტარქტიდაზე დასვლა, რომ გითხრა მე და გიგის იქნება? როგორი რა? როგორი პროცესია, აი რამდენი ხანი სჭირდება, რითი მიდიხარ და გემით მიდიხარ. 2 კვირა სადღაც 10 დღიდან 2 კვირამდე. წასვლა. ოღონდ უშუალოდ გემზე რა და იქამდე ხომ ჩახვიდე, ჩამოხვიდე. მინიმუმ 20 დღიანი ტრიპი გამომივა ალბათ. მაგარია.
თუ კიდე ერთი ვიდეო არ მივამატე და ერთამდე და რა უნდა გააკეთო? რა უნდა გააკეთოს და ჩემ ვიდეოებს უყურს. მართლა მაინტერესებს როგორი რაღაცა არის რა. ეგ კაი იდეა არის გიგი ისე, მაგრამ ჩავალ და გიგის ვიდეო ჩავალ. ბაზარი, კარავში ცხოვრობ. არა, გემზე ცხოვრობ. სამეცნიერო, გემით მოგზაურობ. გემით მოგზაურობ. რაღაცა უნდა ჩაიცრო. გადადიხარ. ხო, რა და გადადიხარ რაღაც აჩერებს ეს გემი, გადადიხარ მე და ათვალიერებ. იქაური ბახელები. იქაური ბახელების სქელები როა და გადადიხარ ყინულზე. თეთრი დათვი რამე. აუ, მაგარს გეტყვი. ყინულიანა ბაზანაში ჩახტი ეგრე. თავ ეგეც არის, მაგრამ აუ, ბიჭო, აუ, წავ. აი, ყინულიანა ბაზანაში ვარ. მოდი დაგიტოვებ მაგას რომ რამე. ხო, რო აი. დაგესლებოდეს. ჩინელ კორეში რაღაც ხო დამიტოვე და ხა იქ დამტერი დამიტოვე, აქეთ რაღაცა და ესე რა დავივლი. ის რა მინდა კითხოთ? ხალხს აგერ 9 მილიონი უხდება, ზოგი 200.000-ია, ზოგი 300 და ასე შემდეგ და რას ფიქრობთ მომდევნო წელს ზოგადად ამ YouTube ტრენდებიდან რა გადავა, რა შემოვა, იმიტომ რომ ეხლა წინა წლები შეგვიძლია რაღაცნაირად შევაჯამოთ, რომ აი ეს საქართველოს YouTube-ზე მოგზაურობის ტრენდი საკმაოდ წამოიწია, როგორც არ იყო. აი, შეთქვენი აზრით ესე იქნება, თუ კიდე რაღაცები შეიძლება მომავალი რა იქნება YouTube-ზე. ზოგადად მოგზაურობა იმდენად ამოუწურავი თემაა და იმდენი საინტერესო 10 ლოკაციაო, სულ და მეკითხო და. ძირითადად ლოკაციები ხო რა, შეიძლება რომ დაემთხოს მაგრამ ყველაფერი ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი მოიგონოს. ხო, მაგრამ ახლის მოგონება რა თქმა უნდა შეგიძლია და ჩემი აზრით ვინც ამაში მაგარი იქნება და ბევრ ახალ რაღაცას თვითონ მოიგონებს, ის დარჩება ყოველთვის ტრენდში რა და ყოველთვის აქტუალური იქნება მისი არხი. ხო, აი ვიღაცები აი ანტარქტიდას რო გეგმავენ. ხო, რა, უნდა გავცდეთ. რაღაცა სხვა ანტარქტიდასტერი გაცდა. ეს ხო ანტარქტიდას ფიქრობს და მე უკვე კოსმოსი. არა, კოსმოსში გაფრენას ვერ დაგითხოვდი. დაიწყო ბიჭო უკვე ჯერ არ გამოჩერდა ბაზარზე და ეგ. 17 მილიონი. ყოლაბი მაინც გავაკეთოთ. ბაზარი არა, 17 მილიონი დოლარი რომ მქონდეს, ეხლა ვიქნებოდი გამყოფი, მაგრამ კოსმოსში გასა. 17 მაქვს ესე მიდევს, მაგრამ ვერ დავაგე ფილეთი ვერ იყიდე. მასკს ბიჭო ბარტერით მინდა რა. მაგრამ სხვათა შორის აი ის არის ამერიკაში. უწონადობას რომ გაგზნობინებს, მაგრამ ნუ არ არის ეხლა. რა ხარ შენ გეცოდინება იქ? წავი. ხო გითხარი 17 მილიონი მე. მაიც საკაც ჯერ ის გვიხარია რომ ამაი უფასოდ ჭამს. არა, აი მაგალითად 100 და 200 რო იყოს კიდე ადამიანი ერთი 5 წელი, 10 წელი აწევ რაღაცას და იმუშავებ და შეაგროვებ. მე მაქვს ხა კითხვა. რომელია ქვეყანა, სადაც აი არაზროს არ მოგბეზრდება ჩასვლა? 3 2 1 ამერიკა. აი ვიცოდი ამერიკის. აჰა, იმიტომ რომ ამერიკა იმხელა. იმხელა არის, არა, ეგრე ჩინეთი დიდია. უდაბნოც არის. ევროპა თუ ამერიკა, აი ჯამური ევროპა. საცხოვრებლად ალბათ ევროპასავე ჩავიდა. საცხოვრებლად მე ევროპა ჯობია, აუ მოხუცებისთვის. მე თქვენ არ გიწევთ ხალხო? ეს წამი ვიღაცავა. ეს ნახე. მეგობრებო, აქ ამოიწურა ჩვენი ვიდეო. ის აქ დაგემშვიდობებით. სოსო, ვაგებ კარს და მე გაიჩიტე რა. უჯიკე. ვაგდებთ ჩვენი გემოვნებით. რას ფიქრობთ? ოდესმე YouTube-ს თუ თავს დაანებებთ და როდის შეიძლება იყოს ეს? ხათა შორის. დავაი, ყველა მოპასუხოთ 4-ვემ რა, მოდი მაგ. მე დავსიკითხო ამიტომ თქვენ დაგელოდებით. კი ბატონო, სოსო დაიწყე. ანუ ამ პერიოდში ხათა შორის მიფიქრია ეგ რა, რომ აი რა შეიძლება გავაკეთო YouTube-ერი რო აღარ ვიქნები. YouTube-ი რო გაითიშოს. ხო. დაბლოკ. აი მაგრამ ჯერ ვერ ვფიქრობ რა, ალბათ რაღაც ბიზნესის კუთხით წავალ რა. კი, ქეონა, შენ ასე ხო? მე განებებული მაქვს ისედაც YouTube-ს. შენ მე მაგალითად ჩამოშორე არ მაქვს პრეტენზია. ხო და მე ბიზნესმენი ვარ უკვე. ბიზნესვომენი, let's say. არა, კონტენტის გაკეთებას და გაშვებას არაზროს არ ამგონია რომ ოდესმე თავი დავანები. უბრალოდ 60 წელსაც რო გახდები? კი, უბრალოდ გამოიწერეთ ჩემი არქი მეგობრი. რას გავაკეთებდი რომ იუთუბერი თუ არ ვიქნები, ცალსახად ენტერპრენორშიპის ნაწილში ვიქნებოდი, აი ცალსახად, იმიტომ რომ ეხაც ვარ და რაღაც ორივეს ვცდილობ რომ მოვედო რა და პლუს იუთუბერობა და კონტენტის შენება. კი არა, ვაში კონტენტის კეთება, არა მარტო იუთუბზე, ზოგადად კონტენტ კრეატორობა მაგონებს ხოლმე სულ რაღაცა შენებლობის პროცესი. მადლობა იმისთვის რომ მოხვედით, ჯიგრები ხართ. წარმატებებს გისურვებთ მოგზაურობებში. აი ამბების, რა ვიცი ხო, ბენზინი, საწვავი გააქვთ. საჭმელი გააქვთ, ყველაფერი არის ძმებოდა. მადლობა მეგობრებო იმისთვის რომ გვიყურეთ. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხებით. ასევე უღრმესი მადლობა ჩვენს სპონსორებს და მეგობარ კომპანიებს, რომლებიც ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი უნდა ვახსენო, ეს არის e-motorsi, რომლის დამსახურებითაც ჯეტურით ვიმგზავრეთ და კიდე არ შეგვისწია საწვავი და კიდე ელექტროზე 60 კმ-ზე მეზგავლით და ასევე Connects, რომელმაც არა მარტო ჩვენი საწვავი, არამედ ბიჭების საწვავიც 1-2 დღით მაინც დააკმაყოფილა მინიმუმ და რა თქმა უნდა შევხვდებით ძალიან მალე შემდეგ ვიდეოში. დროებით